ცილის სინთეზი მიმდინარეობს ორ ძირითად ეტაპად: ტრანსკრიფცია და ტრანსლაცია. მარტივად რომ ვთქვათ, ტრანსკრიფცია არის დნმ-დან ერთი გენის დაკოპირების პროცესი მოლეკულაში, რომელსაც მესენჯერული RNA ეწოდება. შემდეგ, ტრანსლაციის დროს, მესენჯერული RNA გამოიყენება ცილის შესაქმნელად. სანამ დეტალურად განვიხილავთ ამ პროცესებს, გავიგოთ რატომაა აუცილებელი ეს ორი ეტაპი. ეუკარიოტულ უჯრედში მოთავსებულია ბირთვი, რომელიც შეიცავს უჯრედის გენეტიკურ მასალას დნმ-ის სახით. დნმ უმნიშვნელოვანესი მოლეკულაა, რომელიც აუცილებელია უჯრედის სასიცოცხლო ფუნქციების შესასრულებლად. დნმ შეიცავს ათასობით გენს და თითოეული გენი წარმოადგენს დნმ-ის პატარა უბანს, ფუძეების კონკრეტული თანმიმდევრობით. ეს თანმიმდევრობა აკოდირებს ამინომჟავებს, სპეციფიკური თანმიმდევრობით. სწორედ ამინომჟავების გაერთიანებით იქმნება სპეციფიკური ცილები. თუმცა, ცილის მისაღებად, გენში ფუძეების კონკრეტული თანმიმდევრობა უნდა წაიკითხოს სტრუქტურამ, რომლის ფუნქციას ცილის სინთეზი წარმოადგენს. საუბარია რიბოსომაზე. რიბოსომები, როგორც წინა ვიდეო გაკვეთილებიდან შევიტყვეთ, ბირთვის გარეთ, ციტოპლაზმაში და ხორკლიან ენდოპლაზმურ რეტიკულუმზე მდებარეობენ. იმის გამო, რომ დნმ-ის მოლეკულა ძალიან დიდია და ბირთვს ვერ დატოვებს, ამასთანავე ის უმნიშვნელოვანესი მოლეკულაცაა და მისი დაზიანება სახიფათოა. ამიტომ დნმ-მა ბირთვი არ უნდა დატოვოს. სწორედ ამიტომ უნდა შეიქმნას საჭირო გენის ასლი. ეს ასლი, რომელსაც მესენჯერული RNA-ის სახელით ვიცნობთ, საკმარისად მცირეა იმისათვის, რომ დატოვოს ბირთვი და გაემართოს რიბოსომისაკენ, სადაც მოხდება მასში ჩაწერილი ინფორმაციის წაკითხვა. გარდა ბირთვისა, ეუკარიოტულ უჯრედებში ტრანსლაცია მიმდინარეობს იმ ორგანოიდებშიც, რომლებსაც საკუთარი დნმ-ის მოლეკულა აქვთ. საუბარია მიტოქონდრიებზე და ქლოროპლასტებზე. მართალია, მესენჯერული RNA დნმ-ის კონკრეტული უბნის ასლს წარმოადგენს, მაგრამ მათ შორის არსებობს რამდენიმე ძირითადი განსხვავება. მესენჯერული RNA გაცილებით მოკლეა, ვიდრე დნმ, რადგან ის შეიცავს ინფორმაციას მხოლოდ ერთი გენის შესახებ. მესენჯერული RNA ერთჯაჭვიანია, ხოლო დნმ ორჯაჭვიანი. მესენჯერული RNA ფუძე თიმინის ნაცვლად, რომელსაც დნმ-ში ვხვდებით, შეიცავს ფუძე ურაცილს. ახლა მოდით უფრო ახლოს გავეცნოთ ტრანსკრიფციის პროცესს და ვნახოთ, როგორ იქმნება მესენჯერული RNA. ამ ილუსტრაციაზე თქვენ ხედავთ დნმ-ის პატარა მონაკვეთს, რომელიც შედგება სპირალურად დახვეული ორი ჯაჭვისაგან. იმისათვის, რომ ტრანსკრიფციის პროცესი მარტივად აღვიქვათ, მოდით დნმ-ის ჯაჭვები ერთმანეთის პარალელურად განვალაგოთ. მისი ნუკლეოტიდები კი ავღნიშნოთ შემდეგი ასოებით: ადენინი A, თიმინი T, ციტოზინი C და გვანინი G. დნმ-ის მთლიანი მოლეკულა დაახლოებით 22,000 გენს შეიცავს. ადამიანის გენები ძალიან განსხვავდება ზომით. მათი ზომა რამდენიმე ასეული ფუძე წყვილიდან 2,5 მილიონ ფუძე წყვილამდე შეიძლება მერყეობდეს. საშუალოდ გენი დაახლოებით 3,000 ფუძე წყვილის ზომისაა. იმისათვის, რომ დაიწყოს ტრანსკრიფციის პროცესი, ფერმენტებმა უნდა იპოვონ საჭირო გენი. ამას უზრუნველყოფენ სპეციალური უბნები, სახელწოდებით პრომოტორები, რომლებიც იძლევიან სიგნალს. დაიწყე ტრანსკრიფცია აქ. პრომოტორული თანმიმდევრობა ატყობინებს ფერმენტებს თუ რა ადგილიდან უნდა დაიწყონ ტრანსკრიფცია. კიდევ ერთ სპეციალურ უბანს ტერმინატორები წარმოადგენენ, რომლებიც იძლევიან სიგნალს. დაასრულე ტრანსკრიფცია აქ. პრომოტორი, გენი და ტერმინატორი ერთად ქმნიან ტრანსკრიფციის ერთეულს. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ამ ორ ხაზს შორის მოქცეული მონაკვეთი წარმოადგენს ჩვენთვის საჭირო გენს, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს ცილის სინთეზი. ტრანსკრიფციის პროცესი იწყება ფერმენტით, რომელსაც RNA პოლიმერაზა ეწოდება. თავდაპირველად ის უკავშირდება დნმ-ს, დნმ-ის ორი ჯაჭვი შორდება ერთმანეთს და ფუძეები ხელმისაწვდომი ხდება ფერმენტისთვის. პროკარიოტულ RNA პოლიმერაზას ჰელიკაზური აქტივობაც აქვს.
ამიტომ მას შეუძლია წყალბადური ბმების გახლეჩა, ხოლო ეუკარიოტულ RNA პოლიმერაზას არ შეუძლია წყალბადური ბმების გახლეჩა და სანამ RNA-ის სინთეზს დაიწყებდეს, მას ფერმენტი ჰელი გაზასჭირდება. შემდეგ RNA პოლიმერაზა მოძრაობს DNA-ის ერთ-ერთი ჯაჭვის გასწვრივ და სათითაოდ კითხულობს თითოეულ ფუძეს და ქმნის DNA-ის მოცემული მონაკვეთის კომპლემენტარულ ჯაჭვს. მაგალითად, DNA-ის ციტოზინის ფუძეს კომპლემენტარული გუანინის ფუძე ემატება, გუანინს ციტოზინი დაუწყლდება, DNA-ის ფუძე თიმინს ადენინი, ხოლო DNA-ის ფუძე ადენინს მესენჯერული RNA-ის ფუძე ურაცილი. ასე გრძელდება ბოლომდე RNA პოლიმერაზა განაგრძობს მესენჯერული RNA-ის წარმოქმნას გენის გასწვრივ. მას შემდეგ, რაც RNA პოლიმერაზა მიაღწევს ტერმინატორს, ის ამცნობს ფერმენტს, რომ მან უნდა დაასრულოს ასლის შექმნა. RNA პოლიმერაზა ასრულებს მესენჯერული RNA-ის ჯაჭვის ფორმირებას და შორდება DNA-ის მოლეკულას. შემდეგ DNA-ის ორი ჯაჭვი კვლავ იხვევა და აღდგება თავდაპირველი სტრუქტურა. ჯაჭვი, რომელიც RNA პოლიმერაზამ ნიმუშად გამოიყენა, მატრიცული ჯაჭვი ეწოდება. მისი მიხედვით მივიღეთ მისი კომპლემენტარული RNA მოლეკულა. DNA-ის მეორე ჯაჭვს მაკოდირებელი ჯაჭვი ეწოდება. მიღებული RNA მოლეკულა სწორედ რომ მაკოდირებელი ჯაჭვის იდენტურია, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებით. ახლად წარმოქმნილ RNA-ში ყველა თიმინის ნუკლეოტიდი ჩანაცვლებულია ურაცილით. ახლად შექმნილი მესენჯერული RNA უკვე მზადაა გაემართოს რიბოსომისკენ და დაიწყოს ცილის სინთეზის მეორე ეტაპი – ტრანსლაცია. თუმცა სანამ ეს მოხდება, ეუკარიოტულ უჯრედებში RNA განიცდის რამდენიმე საფეხუროვან გადამუშავებას და მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია ბირთვიდან ციტოპლაზმაში გასვლა. ხოლო პროკარიოტებში, სადაც ტრანსკრიფცია პირდაპირ ციტოპლაზმაში მიმდინარეობს, შესაძლებელია, რომ RNA-ის სინთეზის პარალელურად დაიწყოს ცილის სინთეზიც, ანუ ტრანსლაციაც. ჩვენ უკვე მზად ვართ ცილის ბიოსინთეზის მეორე ეტაპზე გადასასვლელად. ტრანსლაცია, როგორც ეუკარიოტულ, ისე პროკარიოტულ უჯრედებში, ციტოპლაზმაში, რიბოსომებზე წარიმართება. რადგანაც ეუკარიოტულ უჯრედებში რიბოსომები გარდა ციტოპლაზმისა ხორკლიან ენდოპლაზმურ ბადეზეც იმყოფებიან, შესაბამისად ტრანსლაციის პროცესი ხორკლიან ენდოპლაზმურ რეტიკულუმზეც წარიმართება. გარდა ამისა, ეუკარიოტულ უჯრედებში ტრანსლაცია მიმდინარეობს მიტოქონდრიების მატრიქსსა და ქლოროპლასტების სტრომაშიც. ახლად სინთეზირებული მესენჯერული RNA ტოვებს ბირთვს ფორების მეშვეობით და უერთდება თავისუფალ რიბოსომას, რათა დაიწყოს ცილის ბიოსინთეზის მეორე ეტაპი – ტრანსლაცია. ამ ეტაპს ტრანსლაციის ინიციაციას უწოდებენ. ამ პროცესის უკეთ გასაგებად მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ როგორც DNA-ში, ასევე მესენჯერულ RNA-ში, სამი ნუკლეოტიდისაგან შემდგარი თითოეული ჯგუფი, რომელსაც ეწოდება ტრიპლეტი ან კოდონი, აკოდირებს კონკრეტულ ამინომჟავას. კოდონებსა და ამინომჟავებს შორის ურთიერთდამოკიდებულებას გენეტიკური კოდი ეწოდება და მას ხშირად ცხრილის სახით გამოსახავენ. თითოეული კოდონი, რომელიც მოიცავს სამ ნუკლეოტიდს, აკოდირებს ზუსტად ერთ ამინომჟავას. ზოგიერთი კოდონი წარმოადგენს ტრანსლაციის დაწყების ან დასრულების სიგნალს. იმისათვის, რომ რიბოსომა შეუდგეს ტრანსლაციის პროცესს, მან უნდა მოძებნოს სტარტ კოდონი. ყველაზე ხშირად ამ კოდონის თანმიმდევრობა არის AUG, რომელიც ამავდროულად აკოდირებს ამინომჟავა მეთიონინს. აქვე გაგახსენებთ ცილების ვიდეო გაკვეთილში ამინომჟავა მეთიონინზე საუბრისას ვახსენეთ, რომ იგი ხშირად პირველი ამინომჟავაა პოლიპეპტიდურ ჯაჭვში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ერთი კოდონი აკოდირებს მხოლოდ ერთ სპეციფიკურ ამინომჟავას, მაგრამ ერთი ამინომჟავის კოდირება შესაძლებელია მრავალი კოდონით. მაგალითად, თუ ამინომჟავა ტრიპტოფანი კოდირებულია მხოლოდ ერთი კოდონით, ლეიცინი კოდირებულია 6 კოდონით.
როდესაც რიბოსომა აღმოაჩენს საწყის კოდონს, ის იწყებს ტრანსლაციის პროცესს და არ ჩერდება იქამდე, სანამ არ მიაღწევს სტოპ კოდონს, რომელიც წარმოდგენილია სამი თანმიმდევრობით UAA, UAG ან UGA. სტოპ კოდონი არ ახდენს ამინომჟავების კოდირებას, მაგრამ ემსახურება როგორც დასრულების სიგნალს. ამ პროცესს ტრანსლაციის ტერმინაცია ეწოდება. მესენჯერული RNA შეიძლება შევადაროთ რეცეპტს, რომელშიც აღწერილია ამინომჟავების თანმიმდევრობა, რათა საბოლოოდ მიღებულ იქნას სრულყოფილი ცილა. ამინომჟავები რიბოსომამდე გადაიტანება სატრანსპორტო RNA-ის საშუალებით. სატრანსპორტო RNA არის RNA-ის მოკლე ჯაჭვი, რომელიც აღმოაჩენს სპეციფიკურ ამინომჟავას ციტოზოლში და აწვდის მას რიბოსომას. ყველა ცალკეული ამინომჟავისთვის შესაბამისი სატრანსპორტო RNA არსებობს. თითოეულ სატრანსპორტო RNA-ის მოლეკულას აქვს ზემოთა ბოლოზე მიმაგრებული ამინომჟავა, ქვედა ბოლოზე კი ანტიკოდონი. ანტიკოდონი წარმოადგენს სამი ნუკლეოტიდის თანმიმდევრობას, რომელიც კომპლემენტარულია მესენჯერული RNA-ის კოდონის. ანტიკოდონი უზრუნველყოფს სატრანსპორტო RNA მოლეკულის მიფმას მესენჯერულ RNA-ზე არსებულ სწორ კოდონთან, რისის საშუალებითაც რიბოსომაში ამინომჟავები სწორი თანმიმდევრობით აღწევენ. მოდით ეს ეტაპი უფრო გასაგები რომ იყოს, მაგალითი მოვიშველიოთ. თუ მესენჯერული RNA-ის თანმიმდევრობაა AUG, GUA, CCC, UGA, ეს ნიშნავს, რომ AUG კოდონი სტარტ კოდონია, რომელიც მიიზიდავს სატრანსპორტო RNA-ს კომპლემენტარული ანტიკოდონით UAC, რომელიც აკოდირებს მეთიონინს. კოდონი GUA მიიზიდავს სატრანსპორტო RNA-ს კომპლემენტარული ანტიკოდონის საშუალებით CAUT, რომელიც გენეტიკურ ცხრილში თუ ვნახავთ, აკოდირებს ვალინს. კოდონი CCC უკავშირდება სატრანსპორტო RNA-ს კომპლემენტარული ანტიკოდონის საშუალებით GGG-ს, რომელიც აკოდირებს პროლინს. მას შემდეგ, რაც სატრანსპორტო RNA მოლეკულები მიაწვდიან რიბოსომას შესაბამის ამინომჟავებს, რიბოსომა აკავშირებს ამინომჟავებს ერთმანეთთან პოლიპეპტიდური ჯაჭვის შესაქმნელად. როგორც კი რიბოსომა დააკავშირებს პირველ ორ ამინომჟავას, ის მოძრაობს მესენჯერულ RNA-ის გასწვრივ მომდევნო კოდონისკენ. ახალი სატრანსპორტო RNA მოლეკულა დაუკავშირდება ისევ ამ კოდონს მომდევნო ამინომჟავის დასამატებლად. რიბოსომაც აგრძელებს ამ პროცესს მანამ, სანამ არ მიაღწევს მესენჯერული RNA-ის ჯაჭვის ბოლოს. და ბოლოს რიბოსომა ამოიცნობს კოდონს, სტოპ კოდონს UGA-ს, რომელიც ატყობინებს რიბოსომას, რომ დაასრულოს ტრანსლაციის პროცესი. შედეგად სინთეზირებული პოლიპეპტიდური ჯაჭვი გადადის ენდოპლაზმურ რეტიკულუმში, სადაც განიცდის პოსტტრანსლაციურ მოდიფიკაციას და ხდება ფუნქციონალური ცილა. გენეტიკური კოდი უნივერსალურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი კოდონი აკოდირებს ერთსა და იმავე ამინომჟავას ყველა ცოცხალ ორგანიზმში. გენეტიკური კოდის ეს უნიკალურობა არის გენური ინჟინერიის დიდი მიღწევების საფუძველი. თუ გენს გადავიტანთ ერთი ორგანიზმიდან მეორე ორგანიზმში, გენი წარმატებით ექსპრესირდება მასპინძელ ორგანიზმში. მაგალითად, GFP გენი, რომელიც დამახასიათებელია მედუზებისთვის, პასუხისმგებელია უნიკალურ თვისებაზე, ბიოლუმინესცენციაზე, რომელიც მაგალითად ღორებს ბუნებაში არ გააჩნიათ. ამ გენის გოჭში შეყვანით მეცნიერებმა შექმნეს ორგანიზმი ახალი მახასიათებლით. მათ შეძლეს გენეტიკური ინსტრუქციების გაგება და მანიპულირება. მარჯვნივ თქვენ ხედავთ ჩვეულებრივ გოჭს. მარცხენა გოჭი კი გენეტიკურად მოდიფიცირებულია. მასში ექსპრესირებულია მედუზის გენი, რომელიც აკოდირებს მწვანე ფლუორესცენტულ ცილას. ამ გოჭის ცხვირის ფერიც სწორედ ამ გენის ექსპრესიითაა განპირობებული. ასეთი ტრანსგენული ცხოველები ადასტურებენ გენეტიკური კოდის უნივერსალურ ბუნებას.
გამოიწერეთ ჩვენი სოციალური პლატფორმები, რათა არ გამოტოვოთ მნიშვნელოვანი სიახლეები. მომავალ შეხვედრამდე.